მე მინდა გითხრათ რომ აი ეს დღეს ჩვენი ბევრი ჭყალებში მართლმორწმუნე ხალხს ექცევა ისე როგორც მას ექცეოდნენ ძველახმაში და უფრო უარესად სამართლის დამცველები ქალებს სახეში აფურთხებენ და მე მინდა რომ ყველა იმ მებრძოლ ხალხს განსაკუთრებით ჩვენს პრეზიდენტს სალომეს მიულოცო მზიას, მიულოცო ნინო მასწავლებლებს და მიულოცო ყველა არასამთავრობოს და ყველა ჟურნალისტ ხალხს და ყველას ვინც იბრძვის სიმართლისთვის, რადგან მე გახარებული ვარ მე იმით რომ ასეთი მოაზროვნე, ასეთი ძლიერი ქალები, ქალბატონები, გოგონები ყავს ქართველებს და ეს არის ქრისტეს მიერ ჩვენი დაფასება რომ აი ასეთი ძლიერი ქალბატონები მოგვივლინა ჩვენ დღეს მიულოცავ მათ დღეს არის მათი ამაღლების დღე და ღმერთმა ქნას რომ ყველა ქართველმა კაცმა ისწავლოს ქალის მოკრება ქრისტეს მიერი რომელიც და დღეს ყველა ქალი იდევნება, ყველა მოაზროვნე ქალი იდევნება. საქართველოში არასამთავრობო ქალები განსაკუთრებით არიან დემოკრატიის აგენტები. მათ სიტყვას გამოვიყენებ. იმათ შემოაქვთ დემოკრატია, იმათ შემოაქვთ ქალთა უფლებები, იმათ შემოაქვთ თანასწორობა და ამიტომ იდევნებიან. და მე მინდა ყველას მიულოცო და ყველა მინდა დავლოცო. ღმერთმა დააყენოს საქართველოს მართალ გზაზე და ღმერთმა დააყენოს სახელმწიფოებრივად. ხალხი მართალ გზაზე ვდგევართ, მართალ გზაზე არიან, მაგრამ სახელმწიფოებრივად ღმერთმა დააყენოს მართალ გზაზე და ღმერთმა ქნას ისე რომ ჩვენ დედას ვაფასებდეთ, ღმერთმა ქნას ისე რომ ყველა ქალს ვაფასებდეთ. რადგან ეს არის ქრისტეს მოწოდება და ქრისტიანობა. ქრისტემ, როგორც გითხარით, ყველაზე მეტად ქალი დააფასა. ესეთი რამე არის ნათქვამი. ქრისტეს როგორც ღმერთს ყავს მამა, არ ყავს დედა. და ქრისტეს როგორც კაცს ყავს დედა, არ ყავს მამა. აი ეს არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ქართველებმა ქალის პატივისცემა. ღმერთმა ყველა ქალს საპყრობილეში მყოფს მზიას, ნინოს და ყველას მიცეს თავისუფლება და ღმერთმა მალე ჩვენთან ერთად ედიდებინოთ მათ ღმერთი.